დღეს სამოქალაქო დაპირისპირების ერთ შემზარავ შეიძლება ითქვას დაუჯერებელ ფაქტზე მოგიყვებით, რომელსაც სატელევიზიო ეთერი როგორც კახამ თქვა დღემდე არ უხილავს. ამიტომ მინდა გავაფრთხილო ჩვენი მაყურებელი, განსაკუთრებით ქალები და ბავშვები, მოხუცები, სუსტი ნერვული და ფსიქოლოგიური განწყობის ადამიანები, რომ ამ სიუჟეტს არ უყურონ, რადგან როგორც გითხარით ეს საკმაოდ ძიმე სანახავია. მას რატომ უყვებით ამ ამბავზე? ამ ამბავზე უყვებით იმიტომ, რომ ჩვენი შეცდომები უნდა ვაღიაროთ და გამოვასწოროთ. ჩვენში დაბუდებული მანკიერებანი კი არ უნდა დავმალოთ, არამედ სააშკარაოზე უნდა გამოვიტანოთ. ამბავი და ვიდეო მასალა, რომელიც დღეს უნდა გაჩვენოთ, ისე ვიმეორებ ფართო საზოგადოებისათვის უცნობია. ამ ტრაგედიის ამსახველ მასალას წლების განმავლობაში აგროვებდნენ უფლებადამცველები და მალულად ინახავდნენ. ამ მასალის მნიშვნელოვანი ნაწილი მეც მქონდა და მე მას ჩემს პირად არქივში ვინახავდი. დღეს ეს მასალა ინახება საქართველოს ხელოვნების სასახლის შესაბამის ფონდში და ინახება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალმა თაობებმა სიმართლე იცოდნენ და სწორად შეაფასონ საქართველოს წარსულის ეს საკმაოდ ტრაგიკული მომენტები. მას ასე ისტორია 1992 წლის 1 თებერვლიდან იწყება. მე ახლა ვთხოვ ჩვენს სარეჟისოროს, რომ დიდ ეკრანზე გამოაჩინოს ერთი კადრი. ეს არის ამბავი, რომელიც 92 წლის 1 თებერვალს იწყება ამ მიტინგზე, რომელიც იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხარდასაჭერი მიტინგი. გამოჩნდა ერთი პოლიტიკური აფიშა, პოლიტიკური პლაკატი, სადაც გამსახურდია იდგა, მას შემოხვეული ჰყავდა ურჩხული და აქ ეწერა გამსახურდიას მოწინააღმდეგეების სახელი და გვარი. ახლა დამეთანხმეთ, რომ ამაზე უარესი ადამიანის ეთიკის თუ მორალის შემლახველი არაერთი პლაკატი გვინახავს და ამას რა ტრაგიკული გაგრძელება არ მოყოლია. თქვენ იცით ძალიან კარგად, რომ 1 თებერვალს დაწყებული მრავალათასიანი მარში 2 თებერვალს გაგრძელდა და ეს აფიშა ყველგან მოჩანდა. და იქვე გავრცელდა ხმა ამ აფიშის ავტორის და ვინაობის შესახებ, თუმცა ისე უბრალოდ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არავინ იცოდა ვინ იყო ამ აფიშის მხატვარი. 92 წლის 2 თებერვალს, როგორც გახსოვთ, მიტინგი სასტიკად დაირბა, არაერთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 15-16 წლის ახალგაზრდები. აი 92 წლის 2 თებერვლის დარბევის შემდეგ ადამიანები იმდენად დაშინდნენ, რომ თბილისში წინააღმდეგობის მუხტმა იკლო, გაიზარდა რეაქცია, რეპრესია და ადამიანები უკვე თბილისის ქუჩებში გამოსვლას უფრთხოდნენ. თუმცა სამოქალაქო დაპირისპირებამ გადაინაცვლა სამეგრელოში და აი თბილისში დაწყებული ამ აფიშის ისტორია ძალიან ტრაგიკულად გრძელდება სამეგრელოში. აი სწორედ აქ სამხედრო პუტჩის მომხრე ერთ-ერთმა რაზმმა სამეგრელოში მორიგი ეგზეკუციის დროს ერთ-ერთ მხატვარ ვახტანგ ნოდიაში, რომელიც ცხოვრობდა თბილისში, ამოიცნო ამ პლაკატის ავტორი. ამოიცნო, ისე ვიმეორებ, ჭყალებში. ეს ადამიანი დაპატიმრეს, გაკოჭეს და ქალაქ ხობის ცენტრში გადაიყვანეს. აქ გრძელდება ეს ამბავი, ფაქტიურად შემზარავი, გაუგონარი ამბავი. ეს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ ეს ადამიანი, დაპატიმრებული ადამიანი, უამრავი თვითმხილველის თვალწინ ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი მას ყველას დასანახად ცოცხლად მოაჭრეს მარჯვენა ხელი. მესმის, რომ ეს დაუჯერებელი ამბავია და ჩემი სიტყვების სათქმელად და უბრალოდ არგუმენტირებისათვის ახლა გაჩვენებთ ამ შემზარავი ფაქტის ამსახველ კადრებს. სატელევიზიო ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე ჩვენ ის სპეციალური ეფექტით დავფარეთ, მაგრამ ერთი თვალის შევლებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ მივხვდეთ თუ რა მძიმე სამოქალაქო დაპირისპირება გამოიარა საქართველომ. ეს კადრები სულ ახლახან ნაჩვენები იქნა თბილისში 1991-92 წლების მოვლენის ამსახველ კონფერენციაზე და მე შევხვდი ამ კონფერენციის ერთ-ერთ ორგანიზატორს კახა კუკავას, რომელიც დაწვრილებით მოგვიყვება ამ ტრაგიკულად განვითარებული ისტორიის დეტალებს. მოდით მოვუსმინოთ მას პირდაპირ ეთერში. ეს ადამიანი იყო პირველი პრეზიდენტის ხარდაჭერი და შეასრულა ერთ-ერთი ტილო ფერწერული, სადაც გამოსახული არის რაღაც კონტექსტში პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია.
ეს შეასრულა ადრე თბილისში შეასრულა, სადაც სახელოსნო ჰქონდა. პირადად იცნობდა ზვიად გამსახურდიას და 93 წლის ოქტომბერში, სექტემბრის ბოლოს, როცა ზვიადი დაბრუნდა, გაიმგზავრა ზუგდიდში. როგორც მისი მხარდამჭერი. და უკვე როდესაც მხედრიონი უტევდა უკვე ზუგდიდის მიმართულებით, უკვე ბოლო პერიოდი არის, ეს ადამიანი ხობში პირად საქმეზე იყო წამოსული ერთ ადამიანთან ერთად. ის ადამიანი ცოცხალი არის დღეს და ალბათ პროკურატურა თუ მოინდომებს დაკითხავს. და ხობში გადაეყარნენ უკვე ეგრეთ წოდებული სწრაფი რეაგირების კორპუსის მოწინავე დაჯგუფებას. მისი ძმა ასახელებს სახელს და გვარსაც, ვინ იყო ამ კორპუსის მეთაური. და როცა ის დააკავეს ერთ-ერთმა ადამიანმა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გამოძიებამ დაადგინოს, იმიტომ რომ არის ვერსია, ვინც იცოდა რომ მან შეასრულა ზვიად გამსახურდიას პორტრეტი, თქვა რომ აი ეს ის კაცი არისო, რომელმაც შეასრულა გამსახურდიას პორტრეტი, რის შემდეგაც დაიწყო მისი წამება. სწორედ ამის გამო, იმიტომ რომ მეორე ადამიანიც იყო კანონიერი გვარდიის მებრძოლი, მასაც რა თქმა უნდა წამოუთაქეს 1-2, მაგრამ მის მიმართ არ ყოფილა ის წამება გამოყენებული, რაც გამოიყენეს ნოდიას მიმართ. ანუ წამების მოტივი იყო მხოლოდ ეს. რომ რატომ დახატა ზვიად გამსახურდიას პორტრეტი თავიდან იყო რა ჩვეულებრივი წამება ხელით, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მებრძოლმა გახსნა ეგრეთ წოდებული აი ეს ხელის დანა და დაუსვა მას მკლავზე აი ამ ხელით, რომლითაც დახატეს ზვიად გამსახურდიაო. მიუხედავად იმისა, რომ ჭრილობა იყო მძიმე და კადრებშიც ჩანს, ეს არ იყო სიკვდილის მიზეზი, გასაგებია. და ამ სიკვდილის მიზეზი გახდა უკვე ავტომატის ჯერი, რომელიც ამავე დაჯგუფების წევრებმა მას მიაყენეს. ეს არ იყო ერთი ან ორი ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაული. ტრაგიკული სიმბოლიზმი არის ის, რომ ხობის ცენტრში, სადაც ეს მოხდა, შემჩნეული გაქვთ ალბათ და საქართველოში ბევრს ექნება შემჩნეული, ხობში როცა გადიხართ, ძალიან ლამაზი გორელიეფები არის იქ კულტურის სახლზე იყო თვითონ ნოდიას შექმნილი. აი ზუსტად იმ ადგილას საკმაოდ ხალხმრავალი ადგილი არის, ოფიცრებიც ესწრებოდნენ, შენაერთის მეთეორებიც, მებრძოლებით, ბუნებრივია გამლელებიც ხედავდნენ ამ სულ ყველაფერს ავტომატის ჯერით, იქ დაცხრილეს, საიდანაც გადაიყვანეს უკვე საავადმყოფოს პროზექტურაში, სადაც გადაღებული არის ის ცნობილი კადრები. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ არავინ იცის იყო თუ არა ვახტანგ ნოდია ამ პლაკატის ავტორი. აქ ერთადერთი ცუდი დამთხოვა მოხდა, ცუდი დამთხოვა ბრჭყალებში, იმიტომ რომ ვახტანგ ნოდია იყო მხატვარი, იყო გამსახურდიას მომხრე და მას არაერთხელ ყავდა ზვიად გამსახურდია დახატული. აი ეს სამი ფაქტორი გახდა მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი მისადმი ანგარიშწორებისა. ამ გადაცემის მომზადების დროს მე საგანგებოდ შევხვდი ვახტანგ ნოდიას ძმას ვალერი ნოდიას, ისიც მხატვარია. ის ახლა ქართულ ეკლესიებში გუმბათებს ხატავს და სჯერა, რომ მიუხედავად ძალიან დიდი ხნის გასვლისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი ჯერ კიდევ გამოუძიებელია, აუცილებლად დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინა. მოდით მოусმინოთ ვალერი ნოდიას. ჩემ ძმას ამ კაცმა ერთმა მოხსნა იმიდან ავტომატიდან შტიკნოზე ეძახიან, დააჭირა ფეხი და რომელი ხელით დახატეო ზვიად გამსახურდია, აუწია მკლავი და მოაჭრა მარჯვენა. ისე იყო დაჭრილი, რომ თვალები და ღია და ყველას ეგონა ცოცხალია. უბრალოდ ისა, მაგრამ რო გადახსნეს, უკვე მკლავი მოჭრილი ჰქონდა და 22 ტყვია ჰქონდა მკერდზე დახალული. თვითონ დანაშაულობები, რომ ხატვარს ხელი მოჭრეს პრეზიდენტის პორტრეტის გამო და უამრავი ხა იცით თქვენ რამდენი მიტინგი პირდაპირ დამიზნებით იქნა ცეცხლსასროლი იარაღით ესროდნენ ადამიანებს, არც ქალის და არც ბავშვის გარჩევა იქ არ იყო. ეს დანაშაულობები არაფრით არ ჩამორჩება ჰიტლერული გერმანიის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და არც ერთი სხვა რეჟიმის, არც პოლ პოტის და არც სხვა რეჟიმის დანაშაულობებს. მაგრამ მოხდა ასეთ ტრაგიკული უბედურება ჩვენთან. გერმანიაში ჰიტლერი დამარცხდა, ამიტომ მაშინვე შედგა ნიურნბერგის ტრიბუნალი და ის დანაშაულობები, რაც ჰიტლერმა ჩაიდინა, მაშინვე გახდა როგორც სამართლებრივი შეფასების საგანი, ასევე უზარმაზარი პროპაგანდა აწარმოეს გამარჯვებულმა ქვეყნებმა, რომ ეს დაეგმოთ. საქართველოში მოხდა ტრაგიკული, აი მთავარი ბედისწერა რაც იყო საქართველოში, რომ ჰიტლერელებმა გაიმარჯვეს. იმ ხალხმა, ვინც ეს ყველაფერი ჩაიდინა, იმ ხალხმა მოიგეს, ესე მოხდა ჩვენი ეს შიდა ომი და სამხედრო მოქმედებები და ამის შემდეგ მათი პროპაგანდის სამინისტრომ გასცა ამ
დანაშაულობების დავიწყების განკარგულება. და დღემდე ეს არათუ სამართლებრივი წესით არ არის შეფასებული, არც მაინც და მაინც მედიაში ეს არ ფიგურირებს, არც ექსპერტებში. დღესაც პოლიტიკური ელიტა, ეხლა მე კონკრეტულად არ ვიტყვი რომ თანამდებობის პირები, პოლიტიკური ელიტა უფრო ფართო რამე არის, ხო? ეს არის გავლენიანი ოპინიონ მეიკერებისა და ჟურნალისტების ერთობა. დღესაც არის იმ ხალხის მემკვიდრე და დღესაც ისინი ცდილობენ რომ ამას ფერფლი მიაყარონ. აი დღესაც ფსიქოლოგიურად, მედიურად საქართველოში ის ხალხი განაგებს, ამიტომაც ჩვენთან ნიურნბერგი ვერ შედგა. დღევანდელ გადაცემას ერთი ფოტოთი დავამთავრებ. აი ახლა სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოცემის Washington Post-ის გვერდზე რომ შეხვიდეთ, აუცილებლად ნახავთ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ და ამასთანავე ყველაზე ტრაგიკულ ფოტოს წარწერით უკანასკნელი კოცნა და ამ ფოტოზე არსებული მინაწერის მიხედვით ვიგებთ რომ ეს ფოტო გადაღებულია 92 წელს და აქ არის ასახული ლევან თაქთაქიშვილი 21 წლის ახალგაზრდა რომელიც მოკლეს თბილისში მიტინგზე და აქ ასახულია მისი დედის ბოლო კოცნა, ანუ ბოლო გამომშვიდობება. ამ ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა. აი ახლა თქვენ ნახავთ, ის დაიბეჭდა Washington Post-ის პირველ გვერდზე. ხოლო ამ ფოტოს ავტორმა, ძალიან ცნობილმა ფოტოგრაფმა მიიღო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პულიცერის პრემია. ამ ფოტოს იცნობს მთელი მსოფლიო, თუმცა საქართველოში მის შესახებ არაფერი იციან, რადგან პოლიტიკური ელიტა, ჟურნალისტები, გაგიკვირდებათ რეჟისორები, თეატრალები, ადამიანები, ვინც საზოგადოების სახეა, ვინც საზოგადოებას სარკე უნდა მიუტანოს და გამოაფხიზლოს, ყველანი დუმდნენ. მიუხედავად იმისა, ვიმეორებ რომ სოფლიო ამის შესახებ თავის დროზე საუბრობდა. დუმდა და დუმდნენ ადამიანები, თუმცა ისტორიის დავიწყება შეუძლებელია. ჩვენ ამიტომაც ვეთანხმებით, შეიძლება ითქვას, ვეთანხმებით ჩვენს რესპონდენტს, რომელიც მიიჩნევს, რომ თუ ამ ფაქტებს სააშკარაოზე არ გამოვიტანთ, არ შევაფასებთ, არ გამსჯით, მუდმივად ერთ ჩაკეტილ წრეზე ვივლით. ამიტომაც მოდით ამ შეფასებასაც პირდაპირ ეთერში მოვუსმინოთ. და მე მგონია რომ როგორც დღეს ვერ იქნებოდა ის გერმანია რომელმაც მერსედესი და უამრავი საოცრება შექმნა რო არა ნიურნბერგი მე მგონია რომ საქართველოს ვერ შედგება თუ ჩვენი ნიურნბერგი არ ჩავატარეთ და ნიურნბერგი ვინც იცის რა არის ნიურნბერგი არ იყო მარტო იქ 20-25 კაცი დასაჯეს სიკვდილით ნიურნბერგი არ არის დასჯა ნიურნბერგი იყო ისტორიული შეფასება როცა გერმანელმა ერმა თქვა რომ ჩვენ ყველაზე ჭკვიანმა ყველაზე განათლებულმა ერმა ეს სიგიჟე ჩავიდინეთ სანამ საქართველოში ჩვენ არ მივცემთ ამას შეფასებას რომ ჯაბა იოსელიანი იყო თუნდაც 1 წლის თუნდა 2 წლის მანძილზე ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილის კუმირი ჩვენი ინტელიგენციის კერპი და სანამ არ ვიტყვით რომ ეს იყო სიგიჟე რომელმაც რამოდენიმე წელი მოიცვა მთელი საქართველო მანამდე ყველაფერი ძალიან დამპალ ნიადაგზე იქნება ჩვენთან დაფუძნებული ბოლო საუკუნეა ქართველები ერთმანეთთან მიმართებაში განსაკუთრებული რადიკალიზმით და დაპირისპირებით გამოვირჩევით. თუ სოციალურ ქსელს ან ყოველდღიურობას თვალს გადაავლებთ, ნახავთ, რომ ეს დაპირისპირება, პოლარიზაცია არის ძალიან მძაფრი და დღევანდელი გადაცემის ჩვენების მიზანიც მხოლოდ და მხოლოდ ეს არის, რომ ქართველებმა კარგად უნდა გავიხსენოთ. შეიძლება ერთმანეთის პოლიტიკური შეხედულებები, აზროვნება, სოციალური განწყობები არ მოგწონდეს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიზარდოს დაუნდობლობაში, იმიტომ რომ დაუნდობლობის შედეგები ჩვენ ნახეთ. ჩვენი გადაცემის მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ უახლესი ისტორია შეგახსენოთ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მომავლისაკენ სწორი გზით ვიაროთ. გიორგი, ძალიან ბევრი შეკითხვა გამიჩნდა ახლა, როდესაც გისმენდი ერთ-ერთი ის და ალბათ დამეთანხმებით, რომ რა მოყვა ამ ფაქტს, ანუ გამოძიება თუ დაიწყო. მე გითხარით, რომ საჯაროდ ეს პირველად არის გამოსული აი დღეს ამის მიზეზიც რა ესეც მაინტერესებს ამის მიზეზი არის ის რომ ალბათ მაინც წაყრუება ხდებოდა ამ ფაქტების გარკვეული ადამიანები ცდილობდნენ რომ ეს სააშკარაოზე არ გამოეტანოთ მაგრამ თქვენ იცით რომ ისტორიაში არაფერი იმარება და ამიტომ დღეს თუ ხვალ ეს ამბები გამოჩნდებოდა უკვე სოციალურ ქსელში ეს კადრები გაცილებით უფრო მძიმე კადრები გამოჩნდა გითხარით რომ კონფერენციაზეც იქნა ნაჩვენები თუმცა დიდი სატელევიზიო ეთერი ამ თემას პირველად ეღირსა და დარწმუნებული ვარ რომ ამ თემას
სათანადო გამოხმაურება მოყვება, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება, ჩვენ თუ გვინდა რომ სწორი გზით ვიაროთ, ჩვენ ყველაზე მძიმე მომენტებსაც თვალი უნდა გაუსწოროთ იმისათვის, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს. ჩვენს უახლეს ისტორიაში ბევრი ესეთი ტრაგიკული ფაქტი იყო, რაზეც ჩვენ არ გვილაპარაკია, როგორც საზოგადოებას, რატომღაც გულგრილები ვართ ამის მიმართ. ჩვენი ესეთი მერკანტილური დამოკიდებულებებიც ყოველთვის კარგად გამოიყენა რუსეთმა, რუსეთი ზუსტად ის სახეა, რაც აი ნახაძეა, შემოხვეული გველი, რომელიც გუდავს და გახჭობს და არ ვიცი, რაღაცნაირად უნდა გავთავისუფლდეთ რა. ეხლა დღესაც ჩვენი ეთერი ბოლო ეთერია, სექტემბრიდან გავაგრძელებთ, სექტემბრიდან ახალი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყება და იმედი მაქვს, რომ რასაც შენ ამბობ, რომ ჩვენ საზოგადოებაში მოხდება აზრის გაერთიანება და რაღაცნაირად მტრის ხატებს ერთმანეთში არ აღმოვაჩენ და რეალურად გავსწორდებით მტერზე, უფრო მეტად შევდგებით და უფრო მეტად დავინახავთ მომავალს. ახლა გეთანხმები, ყველაზე დიდ ერებს, ყველაზე განათლებულ ერებს, გაცილებით უფრო დიდი შეცდომები დაუშვია თავისი ისტორიის განმავლობაში, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით ეს შეუფასებია. ბოდიში საჯაროდ უთქვამს და გზა გაუგრძელებია. ჩვენ გვიყვარს ხოლმე ფაქტების მიჭკმალვა, დამალვა. ეს არავითარ შემთხვევაში არ გამოვა, იმიტომ რომ ისტორია არასოდეს არ იმალება. ასეთი იყო ამბები ხელოვნების სასახლიდან, რომელიც ჩვენი უახლესი ისტორიის ერთი ტრაგიკული ფურცლის შესახებ მოგიყვანთ. ძალიან დიდი მადლობა გიორგი და ძალიან საინტერესოდ გაგვატარებინა ერთი წელი, ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავიგე პირადად შენგან, ისეთი რაღაცები, რაც მართლა არ ვიცოდი გულწრფელად რომ თქვა და იმედი მაქვს რომ სექტემბრიდან რომ გაგრძელდება ჩვენი დაცემა, კიდევ მაყურებელი ჩვენთან ერთად ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებს. დიდი მადლობა და